ყოველმა ხემან კეთილმა ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმა ნაყოფი ხენეში გამოიღოს და სანამ რაიმე შევაფასე, ვიღაცის სიტყვა შევაფასე, რაღაცა მოვლენა შევაფასე, საკუთარი გულის სიტყვა შევაფასე, საკუთარი აზრი შევაფასე. როგორ უნდა შევაფასო? ნაყოფით თუ არ ვაფასებ რაღაცა მოვლენას და რაღაცა მოქმედებას, ხო? იცოდეთ რომ ყოველთვის შევწდებით და ნაყოფი რა ნაყოფია საუბარი? ნაყოფი, რომელიც ქრისტეს სახარებასთან იქნება თანხვედრაში. თუ ნაყოფი ქრისტეს სახარებასთან თანხვედრაში არ იქნება, ესე იგი ის ქმედება და ის აზრი და ის მოსაზრება და ის გულის სიტყვა და ის საქციელი არ არის ღვთისათვის სათნო. ჩვენ ამას ხშირად არ ვაკეთებთ. გახსოვთ მე წინაზე გითხარით ისააკ ასური როგორ ამბობს. ეს უნდა გაკეთდეს რა სიხშირით, აი როგორც ისააკ ასური ამბობს. ყოველი ნაბიჯი ამგვარად უნდა გაკონტროლდეს. თუ ვიტყვით ეს რთულია, ოღონდ იმისთვის, ვისთვისაც ქრისტიანი და ხო არ არის. იმისთვის, ვისაც არ უნდა რომ ქრისტე უყვარდეს, ხოლო ვისაც უნდა რომ ქრისტე უყვარდეს, მისთვის ნეტარებაა ყოველი ნაბიჯი ქრისტეს მიუძღვნას. გესმით? აი წმინდა წერილში არის ხო ეს ხშირად არის ეს ამგვარი სიტყვები რომ პავლე მოციქულს ძალიან ბევრჯერ ახასიათებს ესეთი რაღაცა რომ აი რომელთა მიმართ ეპისტოლეში მე ზუსტ ციტირებას ვერ მოვიყვანს ერთ ადგილას საოცარი სიტყვები აქვს რომ აი მთლიანად რო უძღვნი ღმერთს საკუთარ თავს მთლიანად ბოლომდე ხო წირვაც ამის გაწირვაშიც არის ამის გამოხატულება ხშირად ბოლომდე ხო და აი ეს ცარიელი სიტყვები რომ არ იყოს ხო უნდა ვლინდებოდეს ბევრ რამეში და მათ შორის ამაში რომ ყოველი შენი ნაბიჯი გადაამოწმე აბა უფლის სახარებასთან თანხვედრაში არის თუ არ არის ეს ფაქტორა რა გამოვა იცით ეს რომ შეძლო ეს არის რომ მთლიანად შენი ცხოვრება მიუძღვენი უფალს ბოლომდე და აი აქ სურათ დაიწყება ის ღვთისნების ახსრულება შენში იმიტომ რომ არც ერთ ნაბიჯი ხო ხვდებით ფიზიკური ნაბიჯი კი არ იგულისხმება თუმცა ეს ხანდახან მნიშვნელოვანია არამედ ჩვენი ყოფიერების მოძრაობა იგულისხმება ზოგადად